ოსებს, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ცხინვალის რეგიონში, სურთ ომი, ახალი ომი საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის და ამაზე ვფიქრობ, რომ საერთოდ არ უნდა დავაუდეთ და უბრალოდ არ უნდა ვიმყოფებოდეთ იმ პოზიციაში, როდესაც თვალებზე ხელები გვაქვს აფარებული, პირზეც და ყურებზეც, რომ თითქოს არ გვესმის, ვერ ხვედავთ, არ ვლაპარაკობთ. ჩვენ ვიცით რეალურად ოსების დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ. მაშინ, როდესაც ყავს მხოლოდ ცხინვალის რეგიონის კუთხიდან დაახლოებით 100,000 დევნილი, ნუ მთლიანობაში დევნილი ყავს საქართველოს ამ ორი კუთხიდან, დანარჩენ საქართველოს ტერიტორიაზე მთლიანობაში 300,000 დევნილი ყავს, ჯერ მარტო 90-იანი წლების ომიდან, რუსეთ საქართველოს პირველი ომიდან 90-იან წლებში, რომელიც აფხაზეთის ომის სახელით არის ცნობილი, მაგრამ ეს იყო საქართველოს რუსეთის პირველი არაღიარებული ომი, რომელიც მოგვიანებით არასდროს უბრალოდ გაიყინა. ჯერ ეს საკითხია, რატომ გაიყინა აფხაზეთის საკითხი და მისი დაბრუნების საკითხი ცხინვალის რეგიონის საკითხი, რატომ არის სისტემები გაყინული, ეს ცალკე საკითხია და ამაზე ცალკე რა თქმა უნდა ვსაუბრობთ ყველანი, როგორც ჩვენ ჩვეულებრივი მოქალაქეები, ასევე საუბრები მიხარია, რომ ნელ-ნელა აქტიურდება ჩვენს პოლიტიკურ ელიტაშიც, ორივე მხარეს, მაგრამ აქ არის ძალიან დიდი სიფრთხილე საჭირო, ანუ არ გეკონოთ, რომ მე ხო ვიღაცას რაღაცა მოქმედებებისკენ მოუწოდებ და არიქა რაღაცა ანუ არც არიქაუმი გინდათ ტიპი ვარ და არც არიქაუმი არ გინდათ ტიპი არ ვარ, მაგრამ რეალურად ერთ საკითხზე მინდა ყურადღების გამახვილება. ისინი არ გაჩერდებიან. ანუ ჩვენ დავინახეთ მათი დამოუკიდებლობა, მათ ამ სასაცილო დამოუკიდებლობის ახლა ოსებს არასოდეს არ ჯეროდათ, მოდი რეალობას გავუსწოროთ თვალი, როდესაც გააზრებული კონდეთ მათ რომ რა ის დამოუკიდებლობა საერთოდ რაზე იყო წარმოსახვითი იყო ამ თემებზე საუბარი, როდესაც მათ ეს ყველაფერი გაიაზრეს, ისინი ამბობდნენ რომ ხო არა, ის არ უნდა გამოყოფ და რა ის სეპარატისტული ძალები. როდესაც აინახეს, რომ კონფლიქტი უკვე გაცხელდა და მდგომარეობა საკმაოდ დაიძაბა, მათ უკვე შეიცვალეს პოზიცია და გადაწყვეტეს, რომ პირდაპირ შეერთებოდნენ რუსეთის ფედერაციას, ანუ საქართველოს კუთხეში ჩასახლებული ადამიანები, რომლებიც მივიღეთ, ჩავაცვით, დავახურეთ, მიუხედავად საკმაოდ ისეთი ბევრი უარყოფითი გამოცდილებისა, რაც უკავშირდება, არ მინდა ხა ამ სიღრმეებში ჩასვლა წლების განმავლობაში რა პრობლემებიც იქ იყო წარმოქმნილი, მაინც ვახერხებდით, რომ ადეკვატური მათი დიდი ნაწილი იყო ინარჩუნებდა ადეკვატურ სახეს და მე მჯერა რომ დღემდე ეს დიდი ნაწილი უბრალოდ შეცდომაშია შეყვანილი და რეალურად ნამდვილ და ჩვეულებრივ რიგით ადამიანებს საერთოდ არ სურთ ამ პროვოკაციებზე, სეპარატისტულ პროვოკაციებზე და ამ უდიდეს უსამართლობაზე აყოლა და ვისაც სურს კიდე არის აგერ რუსეთის ფედერაციის ჩვეულებრივი ავტონომიური ოლქი ხო აქვთ ოსებს, ის არის ნამდვილი ოსეთის ოლქი და არა ჩრდილოეთ ოსეთის ადმინისტრაციული ერთეული, იმიტომ რომ არ არსებობს არანაირი სამხრეთ ოსეთი, ეს არის ცხინვალის რეგიონი და გთხოვთ ტერმინები არავურიოთ და საბჭოთა კავშირის პროპაგანდისტული მექანიზმი, რომელსაც ძალაუმაგრებდა მხარს და უბრალოდ ჩადეს ბომბის სახით ჩვენს ტერიტორიაზე, ჩვენს დღეს უკვე ოკუპირებულ ტერიტორიაზე. მოკლედ თემა რომ ძალიან აღარ გამიქცეს და სადღაც ძალიან ისევ შორს ბევრი ლაპარაკი არ დავიწყო ამასთან დაკავშირებით, რაზე მინდოდა დღეს საუბარი. მე მაინტერესებს ვინ აქცევს დღეს ჩორჩანეს მიმდებარე ტერიტორიებს ყურადღებას. მართლა გულით მაინტერესებს, იმიტომ რომ როდესაც 2018 წლის ბოლოს დაიწყეს მათ პროვოკაციული ქმედებები, შემოდიოდნენ საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, არა თუ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ხაშურის რაიონში. აგერ გააგრძელეს ეს მცოცავი ოკუპაცია, ტყეში შეიჭრნენ, დაიწყეს დემარკაციების გაკეთება, ბიბილოვის ну ამ პოლიტიკოსიც ცოტა მიჭირს რო უწოდა, მაგრამ ну ვინც არის და რასაც წარმოადგენს რუსეთის გენერალი უნიჭო, გენერალი ბრჭყალებში, რა თქმა უნდა, ვიცი რომ გენერალი არ არის, ხა ამაზე არ დამიწყოთ საუბარი, ძალიან გთხოვთ, ისედაც საკმაოდ ისეთი რთული და კომპლექსური საკითხია. მოკლედ რა მოხდა საბოლოო ჯამში, მათ გააკეთეს ბიბილოვი აკეთებდა განცხადებას, რომ პირდაპირ ამბობდა იმას, რომ კიდევ უნდა მოეხდინათ უფრო და უფრო მეტი ტერიტორიების ოკუპაცია. რა თქმა უნდა, ის ამბობდა, რომ უნდა დაებრუნებინათ ეს მიწები თუ რაღაც მარაზმი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში პირდაპირ იმის მოწოდება იყო, საარჩევნო დაპირება, რომ ის პირდებოდა, რომ კიდევ უფრო მეტი მიწების ოკუპირებას მოახდენდა. დღეს ვინ აკონტროლებს ამ მიწებს, მე ეს მაინტერესებს. მე უბრალოდ კიდევ ერთხელ ვამბობ, ანუ აქ არ მინდა არც არავის განკითხვა და არც ის არ მინდა, რომ ეხლა მაგალითად არ იქ ან ვიღაცას ან ხალხს დაუკითხრო დიდი ვალდებულება, ან მაგალითად ეხა გადავწყვიტო რომ რაღაც უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე სხვა, აი ამ გადმოსახედიდან პრინციპში ზუსტად მაგას ვფიქრობ, პრინციპში რომ რეალურად რაღაცები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე სხვა რაღაცები, ეკონომიკაზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში და უფრო საჩქაროა იმაზე საუბარი, ვინ აკონტროლებს დღეს ჩორჩანას შემოკარენს. საგუშაგო რომ გავაჩერეთ და დროებით რომ მოხდა ომის შეჩერება, მაშინ 2019 წელს ლამის რომ ახალი რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო, ისე ცხინვალის რეგიონში როგორც 2008 წელს, ან კიდევ სხვა ჩვენს რომელიმე რეგიონში რომ არ მოხდა კიდევ ერთხელ ცხელი კონფლიქტის
მოხდენა, ამაზე ისინი არ გაჩერდებიან და დროებითია მათი ეს ჩუმე და მე მაინტერესებს ჩვენს კონტროლირება ტერიტორიებზე დღეს რა ხდება, იმიტომ რომ ცოცხალი ოკუპაცია არ მხოლოდ უნდა გაჩერდეს და შეჩერდეს, არამედ ნელ-ნელა უნდა მოხდეს რეინტეგრაცია ცხინვალის რეგიონის და აფხაზეთის კუთხეს საქართველოს ძირითად ნაწილთან. უნდა მოხდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. უბრალოდ მაინტერესებს რომ ამ ცოცხალ ოკუპაციას მაინც ვინ აჩერებს. მოდით უფრო ოდნავ უფრო მიტივისაუბროთ ამასთან დაკავშირებით და დღეს აღარ არის წესი ყველაფრის გრიფით საიდუმლოთი გასაიდუმლოება.